არ უჭერ ირანის რეჟიმს ხარ ზედავსფიცაო რატო უნდა უჭერდე მაგას ხო ტოტალიტარული რეჟიმია არ არის გამორიცხული რომ ისრაელის საელჩოებს შეუტიონ სამეზობლო ქვეყნებში დღესდღეობით ანუ ევროპაში მართლა არის ძალიან ბევრი პრობლემა ბაზარი არ არის მოდი ჩემთან იცხოვრე ჩემ ქვეყანაში მაგრამ შენი კულტურა კი არ შემოიტანო ჩემთან იცხოვე ისე როგორც მე მინდა მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო დაგიბრუნდეთ აბსურდის თეატრი და განვაგრძობთ წინა ვიდეოს ფაქტობრივად რაც შევწყვიტეთ თემა გითხარით ბატონო გიორგი რომ მაინც მსმენელს შევატყობინოთ ბატონო არა კარგი პატივცემულო მიდი გიორგი მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო დავუბრუნდით შეპირებული ვიდეოთი ჩვენ დღევანდელი თემა უნდა ყოფილიყო პრორუს ევროპელებზე მაგრამ გარუწყვეტ რომ თემა შევცვალოთ და ეს იქნება ყოვლისწოდნე ქართველებზე ну გავაერთიანოთ უბრალოდ იქნებოდა ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ვაერთიანებთ ამ ორ თემას ხო მოკლედ პირველ რიგში საუბარი გვინდა იმაზე რომ ვინ არიან პრორუსი ევროპელები რომელსაც ქართველები პრორუსს ეძახიან არიან თუ არა მართლა ევროპელები თუ არიან მართლა პრორუსები და ასევე დღეს როგორც მოგეხსენებათ დღეს არის რომელი რიცხვია გამახსენა არ ვიცი 13 ივნისი არის გამახსენდა დღეს ისრაელმა დაბომბა ირანი და ქართულმა ყველაფერი ცოდნეება დაიწყეს საუბარი იმაზე რომ აგე ირანი დაემხო ირანის რეჟიმი მორჩა და ყველაფერი კარგად არის და რეალურად ეგ რო არის ტყუილი და რომ ყველანაირ საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ და არ არის საჭირო ამაზე აპელირება და ამაზე საუბარი იმიტომ რომ რაც წინა არჩევნებზე გავიჩალეთ იგივე დაგვემართება ისევ კი ახლა უკვე ზედაპირულად განვიხილოთ რას ნიშნავს ქართული ყოლის მცოდნეობა ზოგადად რა როგორც მოგვეხსენება ქართველებმა ძირითადად არაფერი არ იციან ხოლმე მაგრამ საუბრობენ ყველაფერზე საერთოდ და აზრის გამოხატვას არ ირიდებიან საერთოდ არაფერზე აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი სისულელე წარმოითქმება ხოლმე სხვათა შორის საკმაოდ მაღალი ეშელონებიდანაც და ასეთი ვარიანტია დღესაც რა ირანს შეუტია ისრაელმა და ისეთი უაზრო და როგორ ვთქვათ პოლიტიკური გაგებით რომ ვთქვათ იდიოტური რეპლიკები მოდის რომ რავი პოლიტიკოს მეგრე არ უნდა ისაუბროს განა იმიტომ რომ მე ირანს უჭერ მხარს არა უბრალოდ ვაიდა მართლა მთავრობაში მოვიდნენ ესენი მაგ შემთხვევაში აშვებიან ანუ ირანი ყავთ გალანძღული მეზობელი ქვეყანა რომელიც საკმაოდ ძლიერია და არ ამგონია მარტივად დალაგდნენ მაგის მერე ხო და კიდე ის ნოყოლ ტატო ბაციკაც ხო გახსოვს კომენტატორი რო არის მაგას ხო გახსოვს რა აქ ნათქვამი რა ისო ტიპებს ორი წიგნი არ აქვს წაკითხულიო არაფერს მოსმენია მაგრამ არა ორი წიგნი შეტყუებული არ აქვს თანახმად უი ხო ეგრე და ისეთ გეოპოლიტიკურ დასკვნებს დებენ და ისეთ რაღაცებზე საუბრობენ რომ მეც კი რა ვითომ რაღაცა რო ვიცი დაახლოებით და მეც კი შოქში ვარდებიო და რა ხდება ვიღაც დეგენერატს გამოვლენ მოусმენენო რაღაც დასკვნებს დაწერენ და დაიწყებენ ლაპარაკსო ეს ხდება ახლაც ანუ რაღაცას მოусმინეს რომელიც უმეტესობა არის პროპაგანდისტი ჩვეულებრივ ვინც მაგას ლაპარაკობს გინდა აქეთ მხარეს იყოს გინდა იქით მხარეს და განდა მაგ დებილობას იჯერებენ კი აი მოდი ახლა დაუბრუნდეთ იმას აი ევროპელი რუსთუმები ასე როგორც მოდი ჯერ ირანის საკითხი ამოვწუროთ იმიტომ რომ ირანი გინდა კაი მაშინ საინტერესოა დავიწყოთ იქიდან რომ როგორ უყურებენ ქართველები პირველ რიგში ამ ორ მხარეს შორის ომს რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო ჰეზბოლოსა და ისრაელს შორის ომი ეს არის ამ ომში უშუალო ჩართულობა იკვეთება ირანის ყველა ვარიანტში ხო და ქართველები ხშირად ამბობენ ხოლმე იმას რომ მუსლიმებს ჩვენ იერუსალიმს არ დავაკავებინებთ და ის ალბათ არიციან რომ ებრაელები ქრისტიანები არიან და ისინი არიან იუდევლები. მოდი ახლა ასე მარტივად რომ ავხსნათ, იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა სამივე არის აბრაამიკული რელიგია. ჩვენ ყველაზე მეტად რაც განგვასხვავებს მათგან, ეს არის რომ ჩვენ გვაქვს ახალი აღქმა და ვაღიარებთ ქრისტეს. ისინი ქრისტეს არ აღიარებენ, ასე რომ იერუსალიმი ექნებათ იუდევლებს თუ ექნებათ მუსლიმებს, დიდი განსხვავება ჩვენთვის არ არის. ერთადერთი განსხვავება არის იმაში, რომ პოლიტიკურად ბევრად უფრო ახლოს ვართ ჩვენ ისრაელთან, ვიდრე ირანთან. ასე რომ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვა არის სრული სისულელე. იმიტომ რომ არაფერს არ გვაძლევს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი პირდაპირ პოლიტიკურად. რა ხდება, რომელი მხარისკენ უნდა ვიყოთ წესით და ასე შემდეგ. განაგზეთ ბატონო გიორგი და მოგისმენთ და დავამატებ მე. კიდევ რა ვქოთ, ანუ პოლიტიკურად მეც და შენც ხარს უჭერთ ისრაელს, იმიტომ რომ რეალისტურად, ანუ რეალისტური ურთიერთობებით, ასე პოლიტიკური ურთიერთობებით, ანუ ყველაზე მომგებიანი და სწორი ეს არის, ანუ ისრაელი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მარტივად დაალაგება, ასე რომ ვთქვათ. ანუ ეხლა იმას კი არ ვამბობთ, რომ ირანთან არ უნდა ქონდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ისე ჩვენი მეზობელია და ჩვენ სამეზობლო პოლიტიკა და ეგ ქვეყანა დგას და ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ისრაელს ხარს უჭერთ, იმიტომ რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, შეიძლება არ გადაგვაგდოს, მაგრამ უმჯობესია რომ ამ ქვეყნებთან ვიმეგობროთ, როგორც არის ისრაელი და ეს დემოკრატიული სახელმწიფო, ვიდრე ავტორიტარული სახელმწიფოები. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ რა, არ არის საჭირო ვიღაცა მხარის არჩევა. და აი დღეს რო გამოვიდა ვიღაცა აი გვარამიამ დაწერა, აი სოლიდარობას უცხადებ დღეს დააპატიმრეს, მესმის რაღაცა, შეიძლება პოლიტიკურად არ მომწონდეს, მაგრამ
ფაქტია. აი დღეს გამოდაწერა და ისრაელი და ტაშს უკრავდა ასე. აი რა საჭირო იყო მაგის გაკეთება? აი ვაიდაი ციხით რომ გამო. გვარამია იყო ის ტიპი ამავდროულად, ვინც ტრამპი გალანძღა მაშინ და შემოუტრიალდა ეს ყველაფერი. არა, რამდენჯერ ეგეთ რაღაცა. აი დღეს კიდე ისრაელზე დაწერეს ეგეთი რაღაც. ანუ ფაქტია ისრაელს დაუჭერ ხარს, მაგარი ოპერაცია ჩაატარეს, ყველაზე მოულოდნელი ამ ხელა პატარა სახელმწიფო ეს ოპერაციას ატარებ, ანუ შეუძლებელია წარმოუდგენლად ძალიან მაგარი არის. მაგრამ არ არის საჭირო შენი პოლიტიკური აზრი გამოხატო. მაგალითად მე შემიძლია გამოხატო, იმიტომ რომ პოლიტიკაში მიარავ, არც ოპირებ მოსვლაზე გეგმაც არ მაქვს. მაგრამ შენ რო ხარ პოლიტიკური ლიდერი უკვე თითქმის ოპოზიციაში და დიდი ალბათობით შეიძლება ოდესღაც მთავრობაში მოხვიდე. ნუ გვარამი არ უნდა მთავრობაში, მაგრამ შეიძლება მოვიდეს მაინც. რას გააკეთე მე ხა დაწერილი გაქვს ასეთი პოსტი და ბოლო-ბოლო მანამდე მასკიც აყავს გალანძღული რომ 14 შვილი რად გინდაო. ანუ ვინ გეხება რა გაჩერდი რა უბრალოდ შენ ქვეყნის პოლიტიკაზე ისაუბრი და შენ თემებზე ილაპარაკე. ანუ რასაც შეგიძლია უკბინო ასე რომ ვთქვა რა და რა შეგიძლია შეჭამო და რაც შენ არ გეხება დაანებე თავი. მოდი ახლა ზედაპირული მსჯელობა აღარ გვინდა და განგვანათლეთ რა ხდება ირანსა და მაშინ ისრაელს შორის. მოდი ეგ რეალურად დიდროს წაიღებს და ჩვენ ხო ვასი პაპაო ჩავწერეთ რა. ეგ ლინკად მიუთითე კომენტარებში და მანდ გადავიდნენ ძალიან მარტო აი ვასოს აქ ძალიან კარგად ახსენე ეგ თემები რომ აი აუხსავობს რომ ეს პირდაპირ ომი შეუძლებელია. ირანი არის პირდაპირ ისლამური სახელმწიფო და ვიღაცა რომ მაგას ომი გამოუცხადოს, გამოვრო ისლამს ებრძვიან და რამდენი ექსტრემისტი არის პირდაპირ ირანისკენ წავა ხარდასაჭრა და დაუწყებენ ომს ისრაელს და პირიქით პრობლემები შეექმნება და აგესანამ ვიდეოს ჩავწერდით მაგამდე იყო საუბარი ამაზე რომ უკვე ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ანუ ფაქტია ჩვენ ისრაელს ხარს უნდა დაუჭიროთ, იმიტომ რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, თავისი ისტორია აქვს. ანუ ასეთი პატარა სახელმწიფო და ვიღაც არაბები ეცილებიან და ამის მიუხედავად მაინც ძლევამოსილი სახელმწიფოა და განვითარებული სახელმწიფოა, მაგრამ შენი პოლიტიკური ბენეფიტები პოლიტიკოსმა არ უნდა გამოხატო. და ასე უმჯობესი იქნება რომ აქტივისტებმაც ასე არ გამოხატონ, იმიტომ რომ აი უკრაინის ომის პერიოდის მაგალითი მახსოვს, რომ აი უკრაინას ხარს უჭერდით, მაგრამ კოცნებამ ისეთი საშნელი პროპაგანდა დაატრიალა მე ეს ომის პარტია და ესეთი რაღაცეები, რომ არჩევნებზე მაგარი გავიჩარჯეთ, რომ ფაქტია არჩევნებზე გაყალბება მოხდა, შეიძლება ვიღაცა მეთანხმების არ ეთქოს, მე ვეზიარო რომ ეს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ომის შიშმა და ომის საკითხმა თავისი დროული მნიშვნელობა შეიტანა. ისე მაგ პროპაგანდის მხრივ ძალიან საინტერესოა ის, რომ რასაც ეძახიან აი გლობალური ომის პარტიის წევრები და რაღაც, ანუ მართლა ყველა ომს მხარს უჭერენ ფაქტობრივად და ღიად. არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენ არ უნდა გქონდეს ურთიერთობები ან ერთ მხარესთან, ან მეორე მხარესთან, ან შენ გულში მართლა როგორც შენ თქვი, არ შეიძლება რომელიმესკენ იყო, არა. უნდა გქონდეს, ოღონდაც ამ ყველაფერს არ უნდა გამოხატავდე, ასე არ უნდა აფიშირებდე რა. დეკლარირება საჭირო არ არის ამისი. არ არის საჭირო, იმიტომ რომ პოლიტიკაა და ეს არ არის ბირჟაზე ბაზარი, ასე რომ ვთქვათ, რომ ყველამ თავისი აზრი დააფიქსიროს, რაც მოაწვება. აი მეორე მხარეს όσο ყავს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ანუ შენს თითო სიტყვას იღებს ბოროტად. რატო უნდა გააკეთო ეგეთი რაღაც? ეხა ვაიდა რომ ეს ომი გაგრძელდეს და არის შანსი რომ იმაზე რომ გაგრძელდეს. ანუ მე ისრაელს მართლა მხარს უჭერ, მაგრამ გაგრძელდება დიდი ალბათობით და პრობლემებს მოიტანს. და ოცნება მაგაზე არ დგება და რიტორიკას არ აწყობს, რომ აგე ჩემჩლივეთ ომია, სამხრეთით ომია, მე ცენტრში ვარ და მშვიდობა მაქვს. მაგით პროპაგანდას არ გაზრდის? რამდენი ამორჩეულს მიიმხრობს? ძალიან. და პლუს და კიდე ოპოზიციონერები რომლებიც არიან და აქ ეს რაღაც განცხადებებს აკეთებენ თქვენ და შეტენიან ასე ვთქვათ, რომ ომის პარტიის წევრები არიან ჩვეულებრივადო. და რატო უნდა გავიჩარჯოთ ესეთი რაღაცა? რატო უნდა დავანებოთ თავი და ეხლა დღეს ვინც ეს თემა გააკრიტიკა, რომ იცი რა არ ვილაპარაკო და ყველა ადგილზე გადაუარეს და დაცინეს, რომ რა იყოთ რა ირანის რეჟიმს უჭერთ ხარს, არ უჭერ ირანის რეჟიმს ხარ ზედავსფიცაო, რატო უნდა უჭერდე მაგას ხო ტოტალიტარული რეჟიმია, რომელიც რავი ქალებს იმის გამოცემს და ტანჯავს, რომ ჰიჯაბი არ აცვიათ. ეგ უფრო ავღანეთშია, მაგრამ არა ირანშიც არის კაცო. ირანშიც არის ხო, ანუ ჰიჯაბის ტარება. ხო და მოკლედ ძიმე სიტუაციაა ძალიან და ერთ-ერთი რაც სათქმელი მექნება, ცალკე იმასაც გამოვახმაურები, რომ ჩვენ TikTok პლატფორმაზე აი ძალიან უაზრო დისკუსიები იქნება ხოლმე რა. რომ ანუ ერთი მხარე ამბობს რომ შენ ხარ ირანული პროპაგანდის მსხვერპლი, მეორე ამბობს რომ შენ ებრაული ისა ხარ. ურიები გიყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები ქვეყნებს შორის არ არის რა. აქ არის პოლიტიკა და არის ინტერესები და ყველა ვარიანტში დღეს ინტერესების მხრივ როგორც შენახსენე ისრაელი ბევრად გვაწყობს. მაგრამ ძალიან ცუდი საქციელია, როდესაც გამოდიხარ და შენ მეზობელთან საუბრობ იმას, რომ დაკაიარო დაბომბეს. თან ბოლო-ბოლო ის არის, ანუ ირანთან რამდენი გვაშვებს ერთი სომხეთი ის პატარა სახელმწიფოა და ყველა საშიშროება იცი რა არის ეს ომი რო გაგრძელდეს არ არის გამორიცხული რომ ისრაელის საელჩოებს შეუტიონ სამეზობლო ქვეყნებში და ჩვენი საელჩოები რითია დაცული ახლა ისრაელში საელჩო გვაქვს აქ აი რა ეს დაბომბა დრონები კი არ შემოიტანა შეგინ შეიძლება დაღმი შეიტანონ ჩვენ და რაღაც ეგეთი პრობლემა შექმნა ნუ მართალი ახლა ისრაელის დაზრობას კარგად ექნება დაცული ეგ ამბავი მაგრამ მაინც ანუ ჩვენც ვეხოვით მაგ პრობლემაში ანუ როგორც პოლიტიკურად ისე პროპაგანდისტურად და ყველანაირად. ჩვენ უბრალოდ ერთადერთი ისე რომ ჩვენ მართლა მზაud დავიყოთ ყველაფრისთვის რა. უნდა გქონდეს შესაბამისი რესურსები, შესაბამისი პროგრამა, რომ ქვეყანა იყოს კარგად და მართლა ვაიდე სამომავლო ომის საფრთხეები იყოს, მედგრად ვიდგეთ. აი მაგაში ოცნებას მაგრა ეშლება.
იმიტომ რომ იზახის რომ იცი რა ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ ყველაზე ზუსტად ხვდებიან ომისთვის. კი, თავდაცვა საერთოდ არ გვაქვს. განასუსტი გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს. კაი, მოდი ეს თემა მგონი ამოიწურა, ამეთი არც არ ერთ დასვლა ის ვთქვათ, რომ ამ დროს ვიდრე რაღაცაზე კომენტარს გააკეთებ, საჭიროა ყველაფერი დეტალურად გამოიძიო, რაღაც ბლოგებს უყურო, გადაანალიზო ეს ყველაფერი, იმიტომ მართლა ერთ ბლოგს კი უნდა ეხლა მაგალითად ვინც ვასიკო პაპასთან გადავა, მარტო ვასიკოს კი არ უნდა მიენდოს, სხვასაც დაეთანხმოს, სხვაც ნახოს, გაანალიზოს. აუცილებლად ბევრი წყარო უნდა მოიძიოთ. და უნდა შეგეძლოთ ინფორმაციის გაფილტრა. იმიტომ რომ მე 15 წუთიანი რაღაც პროპაგანდა გამოვარდება, ხალხი დაიჯერებს, მე გაიფილტრება ესა, აღმოჩნდება რომ ტყუილია და დასაცინები გახდებიან. ხო, მართალია ძალიან ბევრს იმის მორალური პრობლემაც არ აქვს, რომ აზრიდან აზრზე გადახდეს უცბად, მაგრამ არავის ლამაზი რა, თუ რამეს ამბობ, უნდა გქონდეს არგუმენტირებულად გამყარებული. აი ბოლო-ბოლო ბუდდავამატ, აი უკრაინის ომის კონტრასტების თემა ამბები რო იყო, ხო გახსოვს რა? მე ძალიან მაგრამ მიხარო და აი მაგარი გახარებული იყო, მეთქი აი რუსებს всё ჯანდაბამის გასწავლი განადგურებულები არიან უკვე თქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ესეთი მძიმე შედეგები არის ეხლა, რომ ომი გაყინული არის, ესეთი პრობლემებია და ვაიდე ეხლა იგივე აღმოჩნდა და ესეთი ემოციები გვაქვს გამოხატული, რა შეგვჭირდება რეალურად? ანუ რაღაც რეალიზმი გჭირდება. ემოციები არ შეიძლება პოლიტიკაში. ანუ იდეალები ყველას გვაქვს, ანუ იდეალები გვაქვს ისა რომ გვინდა მშვიდობა იყოს და გვინდა რომ ქოცები წათრეულები იყვნენ, ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ რეალისტების უნდა იყოს რაღაც ფაქტორების გამო. ანუ ქოცები წავლენ, მე შეიძლება შენ მოხვიდე ხელისუფლება და შენ რო ყავს ირანელები გალანძღულენ აზერბაიჯანელები, როგორ აპირებ მაგათთან დალაგებას? ხო, ძიმე სიტუაცია. გადავიდეთ მეორე საკითხზე, რაც შეეხება პრორუს ევროპელებს. ხო, მოკლედ. და პირველ რიგში რა იგულისხმება პრორუს ევროპელში რა? შენ გინდა საუბრის დაწყო თუ მე კი მე დავიწყო მაგაზე. დავიწყებ და გაგრძელე. ანუ რა იგულისხმება და ანუ ზოგადად მემარჯვენე კონსერვატორები ვინც არიან, ყველას ეძახიან პრორუსებს. იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ, ანტისახალხო იდეებით გამოდიან. და დანარჩენი განავრცეთ ბატონო გიორგი. ბატონოს ნუ მეძახე ერთი. კაი. მიდი. ხო, მოკლედ ანუ ეს რაც კარგად ისაუბრო, ნუ მოკლედ მე ანტისახალხოს მაგალითად და ანტიესაბლიშნიც ვიყენებ. დღესდღეობით ანუ ევროპაში მართლა არის ძალიან ბევრი პრობლემა. ანუ როგორც სოციალური იქნება მამუკა ხაზარაძეს დაუჯერე შენ და ისაუბრე ქართულად. ბოდიში ბატონო მამუკა, მე თქვენ დიდ პატივს გცემთ. ხო, რო გადავიდეთ ახლა ანუ ანტისახალხო დამოკიდებულება რა ბატონო მამუკას დავესესხები, მართლა არის ეს და ეს მართლა პრობლემა არის, იმიტომ რომ woke კულტურა როგორც ამერიკაშია გაზრდილი, ესე არის გერმანიაში. აი ხა მაგალითად ოცნების წარმომადგენლები რო ლაპარაკობენ ხოლმე რომ ეს ჩვენ სიტყვის თავისუფლების სამგზავრო კანონი იმიტომ მივიღეთ რომ ინგლისშიაო და მათი სტანდარტები გადმოვიღეთო. არა დაიძახიან ხოლმე რომ იცი რა ინგლისში ვასიაკეთებენ ცუდიაო. თან იძახიან ცუდიაო, თან მათი სტანდარტები გადმოაქვთ. ანუ ესეთი პრობლემები ბევრი არის ევროპაში რეალურად, კულტურული პრობლემების ნამდვილად არის და ამის ფონზე თან ასევე რომ მიგრაცია არის გაზრდილი ევროპაში, საუდის არაბეთში კი არის ლიბანიდან, ლიბიიდან, რო სტოლები ჩადიან საფრანგეთში, გერმანიაში, ამან დანაშაული ზონე გაზარდა. ამან ეკონომიკური პრობლემებიც გამოიწვია. ეხლა როგორ შეგრძნება რომ ანუ შენ გერმანელი ხარ, ვერ მუშაობ და ამას არაბი შენზე მართალი დაბალი მუშაობს, მაგრამ სოციალურ სიგნალს. ეგეც და პლუს ან მუშაობს და შენ კონკურენციაში გეჯიბრება და მაგის გამო ულტრამემარჯვენების რეიტინგი ნამდვილად გაზრდილია. ეგ პრობლემა გერმანიაში არ ამგონია იყოს. გერმანიაში არის შედარებით. არ ამგონია რომელ სამსახურებს ეგენი მუშაობენ ზოგადად. კი მეკითხები. ისინი გერმანელებს მათ მუშაობა უნდოდათ, არა გერმანელები ბევრად მაგდადგანან მაგ შემთხვევაში. მაგრამ აი ბრიტანელების შემთხვევაში ეგზრია იყო. ბრიტანეთი ხო? ან საფრანგეთის შემთხვევაში ნაწილობრივ შეიძლება იყო. ახლა პატარა ის გაუშვათ ფილოსოფიური მსჯელობა რა. ზოგადად ლიბერალსაც შეიძლება კონდეს კონსერვატიული გრძნობები. და ახლა ახსნათ ეს ყველაფერი რა. როგორ უყურებს თუნდაც ლიბერალიზმი მიგრანტების თემას. როდესაც შემოდის მიგრანტი, შენ შეიძლება ეს მიგრანტი მიიღო და ასაქმო, ამუშაო. მაგრამ ახლა უკვე რა ხდება, ხო? ეს მემარცხენე ოლქები ამბობენ იმას, რომ იმ ტიპმა სადღაც იტანჯა და ახლა რო ჩამოვა, ჩვენ ამას უნდა მოვეფეროთ, რომ რაც იტანჯა ეყოფა. ახლა უნდა დავეხმაროთ და კარგად უნდა იცხოვროს, ბედნიერი უნდა იყოს. ამის გამო გერმანიაში კარგად მოგვეხსენება რა ხდებოდა, ჩადიოდნენ და უბრალოდ სოციალურზე იჯდნენ. თვეში 1500-2000 ევროს იღებდნენ და არაფერს არ აკეთებდნენ და რა ვიცი, ხალხი ჩადის საქართველოსდან და მაგ ხელფასზე მუშაობენ, ხო? მე კი გავწნი წელში აგერ. ხო. ესეც ექსპლუატაციის მსხვერპლია დამპალი კაპიტალისტები. აბა. ხო და ახლა უყურეთ რა ხდება. შემოდიხარ საზოგადოებაში, მაგრამ შენის კი არ უნდა თქვა, რომ შენ და მომერგომე და დღეს მუსლიმები, რომლებიც ჩადიან ქრისტიანულ ევროპაში, ამბობენ რომ ჩვენ თავს დაჩაგრულად გრძნობთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცებს გვიშლიან ისეთი რაღაც კეთებას, რაც თავიანთ კულტურაში არის და ავადროულად აზიანებს საზოგადოებრივ წესრიგს ევროპაში. ამ შემთხვევაში კი ბაზარი არ არის. მოდი ჩემთან იცხოვრე ჩემ ქვეყანაში, მაგრამ შენი კულტურა კი არ შემოიტანო ჩემთან. იცხოვრე ისე როგორც მე მინდა, ანუ როგორც ჩემი წესრიგია, შენ რატომ მირღვევ შენ ჩემ აწყობილ წესრიგს, რომელიც მთელი ისტორია შევალია ამის აწყობას, ხო? და ამ კულტურის შექმნას. მოდიან სახლდებიან კომპაქტურად. კომპაქტური დასახლებები ძალიან
კარგად ვიცით, რამხელა პრობლემაა თუნდაც საქართველოში და ამავდროულად სხვა ქვეყნებშიც. კომპაქტური დასახლებები ჩათვალეთ არის ბომბი, რომელიც 100-200 წელიწადში ფეთქდება ყოველთვის. ითხოვენ დამოუკიდებლობას მაგის მერე, რავი, ომი იწყება, უფლებები, ასე ისე და მოკლედ ძალიან თავს გადიან ხოლმე. ამიტომაც თუ ვინმე არის ლიბერალი, იტყვით იმას, რომ თქვენი იდეოლოგია გზღუდავთ იმაში, რომ ვაი და როგორ შეიძლება უგზალო ვიღაცას ჩემ ქვეყანაში შემოსვლა. შენ წესრიგს თუ არ ღვევს იმ კონტრაქტს, რომელიც შენ მოქალაქეებთან გაქვს დადებული, ეს აბსტრაქტულად ვამბობ კონტრაქტს, შეთანხმება ხო გვაქვს ანუ ერთმანეთთან, რომ რა ვიცი, ქუჩაში ადამიანის ცემა არ შეიძლება. არც სახლში, მათ შორის. მაგრამ შეიძლება მუსლიმებს ქუჩაში არა, მაგრამ სახლში რამე მოსულა. ეს კონდეთ და ანუ არ შეიძლება ასეთი რაღაც. ამისი მიუღებლობა რომ გააქვს, პრობლემა არ არის საერთოდ. პირიქით მიუღებლობა უნდა გქონდეს და შენი კულტურა და ადათ-წესები უნდა დაიცვა. ხო, სხვათა შორის მაგას როთბარდი ანარქო-კაპიტალისტის საუბრობდა იმ ხო მიურეი მაგაზე ლაპარაკობდა, რომ შესაძლებელია რომ საზღვრები იყოს შეუძლებლად ჩაკეტილიო. ანუ ანარქო-კაპიტალიზმი როცა მიდგება საქმე თუ ხალხი ან ზოგადად ნებისმიერ ანარქიაზე. ანარქიზმი გონიათ ხშირ შემთხვევაში ულტრაგლობალური მოვლენა, რომელსაც სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს. სახელმწიფო თუ არ არსებობს, შეიძლება არსებობდეს პატარა გაერთიანებები, კომუნები, საიდანაც კომუნიზმის სახელწოდება მოდის სხვათა შორის, პატარა დასახლებები, რომლებსაც თავისი მიკროკულტურა აქვს შიგნით. და როგორც უნდათ ისე მოაწყობენ. ანუ ეს პრობლემა არ არის. კაი, ფილოსოფიიდან ახლა პრაქტიკაში დავუბრუნდეთ რა დრო. კარგი, დავუბრუნდეთ პრაქტიკაში. კაი ხანი გავიგეთ, ხო და ანუ ამ მიგრაციის გამო, ამ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გამო ულტრამემარჯვენების რეიტინგი გაიზარდა. აგერ ახლა მაგალითად ბრიტანეთში ხო გვაქვს ნაცვლად რომ ორი დომინანტი პარტია იყო, კონსერვატორები და ლეიბორისტები. გამოჩნდა მესამე ულტრამემარჯვენე პარტია, რომელსაც აქვს კონსერვატიული ღირებულებები, ნაიგელ ფარაჯი ხელმძღვანელობა, შეგიძლიათ დაგუგლოთ ან ბოლო-ბოლო მე ვისაუბრებ მაგ ადამიანზე. ეგ ადამიანი იყო ბრექსიტის თავმჯდომარე შემოქმედი, ანუ ბრექსიტი ევროკავშირთან ბრიტანეთის გასვლის პროცესი, თავმჯდომარე შემოქმედი იყო და იმის გამო ესეთი ამბები მოხდა უკვე რომ ბევრი ინდოელი ცხოვრობს ბრიტანეთში, პაკისტანი და ბოლო-ბოლო მაგათი ლონდონის მე როგორც პაკისტანური წარმოშობისაა. მაგან გამოიწვია ის, რომ ესეთი ანტიესტაბლიშმენტი ადამიანის რეიტინგი ახლა არის გაზრდილი 30-მდე პროცენტი აქვს. და შემდეგ არჩევნებზე მოიგებს და დაჟე ახლა ლოკალური არჩევნები რო იყო თვითმმართველობის არჩევნები, მან გაიმარჯვა და 30% იყო სადღაც. და უკვე საკმაოდ წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ რომ ორი დომინანტი პარტია როა და უკვე დგას ისე რომ ჩააჩოჩა ორი დომინანტი პარტია თუნგანის პირველზე. ეგ წარმოუდგენელია და ამ ფარაჯზე შეიძლება ითქვას, რომ პრორუსი ნამდვილად არ არის. პირიქით, ანტიუკრაინელიც არის, იმიტომ რომ ზოგადად ესეთი რიტორიკა ჭირდება, იმიტომ რომ ანტისახალხო მოძრაობის იდეას ემხრობა. მაგრამ პრორუსი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად თავიდან როცა ქონა ეს ნატოს საუბრო, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა მივიღოთო, ეხლა გამოდია და თქვა, რომ უკრაინის ნატოში შესვლის გარეშე შეუძლებელია ეს კონფლიქტი დამთავრდეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს და ტრამპი გააკრიტიკა მაშინ ეს თეთრი სახლის ამბები რომ მოხდა. ანუ ესეც არ არის პრორუსი, ნამდვილად არ არის პრორუსი. შეიძლება თავიდან აწყობდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა და ესეთი შედარებით პრორუსული განცხადებების გაკეთება, ნამდვილი პრორუსულია, შედარებით პრორუსული, მაგრამ არ არის. ასე აი რუმინეთის შემთხვევა იყო ყველა სასწაული რა. ეხლა ბოლოს არჩევნებზე რო საუბრობდი ხოლმე. სიმიონე ულტრამემარჯვენე კანდიდატი, რომელსაც კიდევ მოიგო არჩევნები. ეგეც არის ულტრამემარჯვენე, ტრადიციონალისტი და ამ ტრადიციულ ღირებულებებზე კარგად მანიპულირებდა. არა, მაგაზე ახლა მე შეგედავებოდი, იმიტომ რომ ვერ იტყვი რომ ეგ პრორუსი არ არის. არ არის პრორუსი, პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ ტელევიზიის ჯორჯესკოს ჩამნაცვლებელი იყო და რანაირად არ არის ანუ თვითონ აქვს თუნდაც ყველაზე დიდი ანტირუსი მე ვარ ამ ქვეყანაშიო და მართლა მასე იყო. და დაუჯერე მაშინ. ანუ ყველაზე დიდი ანტირუსი მე ვარ და იდეებითაც საუბრობდა იმას რომ რუსები ანუ რუსებმა რუმინელები გაანადგურეს სასაცხვია, იმიტომ რომ კომუნისტური მმართველობა ბოლო-ბოლო რუსეთთან იყო მაგათთვის დაკავშირებული. და მაგ შემთხვევაში კამპანიები რატო იყო რუსული ფული დაფინანსებული? ეგ ჯორჯესკოს ამბავი იყო და სიმიონი მაგაში გარეული ვარ საერთოდ არ იყო კაცო. ჯორჯესკოს ჩამნაცვლებელი იყო. ჯორჯ არა კაცო ნახე წინა არჩევნები რო ჩატარდა სიმიონი მანდაც იყო კანდიდატი რა და ერთმანეთს ჯორჯესკოს თვითონ მხარს უჭერდა. ეგ დაუჭირა მე, იმიტომ რომ საჭირო იყო მაგის პოზიციები, მაგის ხმები რო წამოიღო. ეხლა ეგ პოლიტიკაში ეგეთი რაღაცები არ კეთდება ხოლმე? სულ ეგრე პოლიტიკაში ისიც კეთდება, რომ იძახო მე ვარ პირველი ანტირუსიო. ხო და გააკეთა ეგეთი რაღაცა, რომ ანტირუსული მიმეთაც კარგად ისაუბრა. ეგრე ქართული ოცნება ამბობს, ზე ვარ დემოკრატიული. ხო და კეთილს გამახსენებინა, კაი, ჯორჯია მელონის ისტორია ხო გახსოვს? ჯორჯია მელონის ისტორია მახსოვს. ხო და ეგ სიმიონი და მელონი ერთ ევროპულ პარტიაში არიან, ევროპელ და კონსერვატორებში. სადაც არის ეს პოლონელი მემარჯვენები და მაგაზე დიდი ანტირუსი კაცი მე არ ვიცი. ანუ ერთ ბლოკში არიან და ბოლო-ბოლო გავლენას ვერ მოახდენ და გაკვეთილებს არ ჩაუტარებ და ბოლო-ბოლოს რუსები როგორებიც არიან? ძალიან ზედაპირული მსჯელობაა. ზედაპირული ჩემი აზრით. ზედაპირული კი არა, ფაქტები ჩამოგიფთვალე რეალურად. არა, ფაქტები ხო, მაგრამ ეგრე სოციალისტურ პარტიაში იყვნენ ქართული ოცნება და სოციალისტები ხო არ არიან? თავიდან მაგი დაიწყეს, მაგრამ მე გამოვიდა. იყვნენ? როდის? ხო, და ხა მოგიყვეთ ჩვეულებრივად რომ სიმიონი ჩვეულებრივად არის დღემდე ჯორჯია მელონის ძმაკაცი, ასევე არის მორავეცკის ძმაკაცი პოლონელის
და მაგ იდეებს იზიარებს და პლუს მან ისთემა რომ მაგას უნდა რომ მოლდოვა ჩემოიერთოს სიმიონს მაგას საუბრობთ ის რომ მოლდოვა ჩვენი ნაწილი უნდა გახდეს იმიტომ რომ საერთო კულტურული ფესვები და ბევრ მოლდოველს რუმინეთში შესვლა მართლა უნდა იმიტომ რომ ეხლა რომელჯერია დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ვაფშე კაპიკი არ ქონდა და დნესტრიის კონფლიქტი ქონეთ თუ რუმინეთის ნაწილი იყო რომელიც ნატოს წევრია უსაფრთხოების ხოლ გაგდა ყველაფერი მოლდოვა მთლად გაუბედურებული ხო არ არის როგორ არ არის კაცო რომ ჩვენს მძიმე მდგომარეობაში იყო მართლა და მოლდოველებს მართლა სახელმწიფო რაღაც ესე ვერ ვიტყვი რომ არ ეკუთვნის, მაგრამ ბევრს არ უნდა მართლა რომ კონდეს, იმიტომ რომ ურჩევნია რომ რუმინეთის ნაწილი იყოს, თუმცა კულტურული ერთიანობა აქვს და ეგ იდეა დღემდე აქტუალურია და მაქსიმიოზი კიდე არ მართალი ანტიუკრაინელი იყო, იმიტომ რომ რუმინეთის დასახლებები მართლა არის უკრაინაში და მაგაზე კარგად მანიპულირებდა და მაგ თემებით უნდა დაარჩენების მოგება და პარალელურად იმას სამობდა რომ ყველაზე დიდი ანტირუსი ვარო და ქმის ქმედები ჩანდა, იმიტომ რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდას როგორც მახსოვს, ეგ ეთანხმებოდა, ერთადერთი ეთანხმებოდა რომ ნატოს გაფართოების საკითხი, მაგრამ ბოლოს როგორც ის მაგაზეც თქვა რომ ძლიერი ნატო ჭირდებოდა. სულ იყო ისა ტრამპის პოზიციების გამზიარებელი, თავიდან ამბობდა, ეხლა ტრამპი როგორც სიტყვის ასე იქნებაო, მაგ იდეას მიყვებოდა ეგეც და დიდი ალბათობით გაამართლებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოხდა რომ სახალხო მოძრაობის კანდიდატმა დანმა გაიმარჯვა და всё. ანუ პრორუს ამ ადამიანს ვერ დაუძახებ. და აი პოლონეთში კიდე ნავროცკი რო გაიმარჯვა, მაგას იზახნებოდა პრორუსი არის, მაგრამ პრორუსი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ კანონის და სამართლის პარტია უჭერს ხარჯს და ეგენი როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაზე მეტად უკრაინას უჭერდნენ ხარჯს და ბოლო-ბოლო კანონის და სამართლის ის იყო პრეზიდენტი იყო, კაჩინსკი რომელიც ჩამოვიდა. თან ამავდროულად ის რომ პოლონეთში პრორუსია ერჩიონ. ეხო ცალკე სიგიჟე. ეგ არის საშინლად სულელოვანი მსჯელობა, იმიტომ რომ პოლონელებს რა ვიცი შეიძლება ყველაზე მეტად ეზიზღებათ რუსები. აი ნავროცკის შემთხვევა კიდე ეგ არის რომ ანტიუკრაინელი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ძიმე ისტორია აქვს უკრაინასთან, აი ბანდერას ამბავი რაც არის, ძიმე დახსენდებათ ეგ და მაგით კარგად იმანიპულებთ, პლუს რაღაც ხო შეიძლება ითქვას, რომ მაგით ისტორია მე კარგად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება პოლონელები მაგ თემაში მართლები იყვნენ. მაგრამ ანტირუსი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო რუსების ძებნელთა სიაში არის, იმიტომ რომ ხსნის ამ პოლონეთის იმის ხელმძღვანელი იყო ერთ პერიოდი და ეხლაც არის როგორც მეხსიერებათა ინსტიტუტი რაც ქვია მაგას და ლენინის ძეგლი ჩამოაგდო პოლონეთში თუ რომელიღაცა კომუნისტის და მაგზამ რუსებმა მაგას საქმე აღძრეს და დღეს რომ რუსეთში შევიდეს დაიჭერენ. და ნუ მას ადამიანებზე ამბობენ პრორუსია და ქვეყნის ტერიაო და რაღაცა შინელება და პოლონეთში პრორუსი როგორ უნდა იყოს? არა, ამ აქ გეთანხმები თავიდან ბოლომდე, მაგრამ რუმინეთის ამბავში მე პირადად ვერ მოყვები. ნუ მომყვები. კარგი. ბოლო-ბოლო გირი კობერიძის მოусმენდა. აი ბოლო იტალიის თემა შემიძლია მოყვერა, რომ აი ჯორჯია მელონის კამპანია შემიყვებოდი, რომ მახსოვს, იმიტომ რომ მეც მაინტერესებდა მაქალის აქტივობაო და მაგრამ შეგიძლია რამე თქვა შენი აზრი ასე რომ თქვა. ჯორჯია მელონის იმ პერიოდში, როცა გამოვიდა, თან მაშინ საკმაოდ ნაციონალისტური იდეები მაწუხებდა, მირიტინებდა ტვინში. ხო და ძალიან უჭერდი მხარს მაქალს და თან ის არის საჭირო იყო მანდ. ეს ყველაფერი არის უბრალოდ დეტერმინიზმი რა, როდესაც ქვეყანაში საკუთარი ერი ქვეყნის იჩაგრება და შემოდიან გარედან სხვა ეთნოსები ასე რომ ვთქვათ და იკავებენ ადგილებს, ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის მოულოდნელი რომ ულტრამემარჯვენე ლიდერი აერჩიონ. და რაც ჯორჯია მელონმა გააკეთა, მე დიდად, რა ვიცი, ვერაფერს ვერ დავზრახავ, იმიტომ რომ, რავი, ქვეყნისთვის თან ეს არის დასაფასებელი მაქალის აქტივობა, იმიტომ რომ ანუ ბოლო 20 წელი რაც იტალიის ისტორია დაახლოებით ვიცი, მაგ ქვეყანაში მთავრობა ვერ ძლევდა 3 წელიწადზე მეტი. აი ბერლუსკონი რაც წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, ეგ სამჯერ იყო პრემიერი და მთავრობები ეშლებოდა. ქვეყანაში იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, დაძაბულობა და რაც ანუ ეს ხალი უკვე 3 წელია პრემიერ-მინისტრი, მთავრობა არ დაშლია, ეფექტურად მიდის საქმიანობა და პლუს ეხა მეორე არჩევნები მოუწევს მალე 26-ში მგონი თუ 25 თუ ეხა სექტემბერში უწევს არ მახსოვს. არ მახსოვს. ხო, რო უწევს მაშინაც დილობრივად გაიმარჯვებს არჩევნებში პრობლემა არ აქვს და მემარცხენე ბლოკი განადგურებულია ჩვეულებრივად და მემარჯვენეები საკმაოდ დიდი წარმატებას აღწევენ. აი მაგ ხალხზე წინას არჩევნად ალტიმფუელები ძახმენ, რომ აგე იტალიაში ჩვენი ძმაკაცი მოდის, ეგ მაგარი ქალია ჯორჯიაო. აი უკრაინას დახმარება შეუჩევს ყველა ვარიანტში. არ და ყველაზე კომიკური ის იყო, რომ იტალიას თორსა ტექნოკრატიული მთავრობა ყავდა ჯორჯიამდე. ჯორჯია იყო, ვინც გამოვიდა ღია და თქვა, რომ უკრაინას უნდა დაეხმაროთ და პირიქით დახმარება უნდა გაუძლიეროთო. და ეგეთ ხალხზე იძახენ რომ პრორუსია ჩვეულებრივია. არა და პირიქით, ანუ ევროპულ დღის წესრიგს უკეთესობისკენ აქცევს, რაც პირიქით უკრაინელებს სჭირდება. მოდი ასე ვთქვათ რა, პრორუსი უბრალოდ კონსერვატორი გახდა პრორუსის სინონიმი ფაქტობრივად. ტრამპზეც ხო იგივეს ამბობდა. აი ხოცა. ხო ეგეც ცალკე საკითხი, ანუ ამერიკელი პრორუსი არის, რა ვიცი. ან ზოგადად ხო ამერიკელი კი არა. ამ ხელა სახელმწიფოს ლიდერი სულ ამერიკაზე არ ვთქვათ, დამასრო. იტალიაც. შეუძლებელია იყოს პრორუსი, იმიტომ რომ არაფერში არ ჭირდება რუსეთი. ანუ
საوجრო ობიექტი ერთი, მაგრამ მასზე ანუ იმას გამოიყენებენ როგორც საوجრო ობიექტს, მაგრამ მასზე მიტერმასნილი ვერ იქნები. ვაჭრობით ისედაც ვაჭრობს ევროპა იმასთან, რუსეთთან და ხო, მაგას გულისხმობენ ხოლმე, რომ ვაჭრობა გავაფართოვოთო რა და მაგის გამო ეძახიან პრორუსს. მაგის გამო პრორუსი არ დაუძახა, უბრალოდ მას იყენებ რა, მაგრამ უბრალოდ შეიძლება გაიჩალოს, იმიტომ რომ მას დამოკიდებული გახდე და რაც მერკელმა დამართა გერმანიას, ის დაემართოს. კი, მაგ შემთხვევაში და კიდე რატომაც ხალ კრიტიკებთ, რომ ანუ რუსეთს ამდიდრებენო და რაღაც რეალურად რო იმას აქვთ ისევ მაგათ ევროპელების ორმაგ სტანდარტებს რო შევხედოთ ამ ვოუქების რა, ვინც მაგათ პრორუსებს ეძახის. ეგენი ხო ზოგადად კაპიტალისტების წინააღმდეგი არიან და დამპალი კაპიტალისტები და ასე შემდეგ ნეომარქსისტები, რომლებმაც მარქსი საერთოდ ვერ გაიგეს და გარყვნეს თავიდან ბოლომდე. როგორ არის რომ ანუ კაპიტალისტები რაღაც ნედლეულს ყიდულობენ და ჩვენ კარგად ვიცით რომ რუსეთი ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანაა და არა რაიმე პროდუქტის შემქმნელი. ნედლეულს ევროპა ყიდულობს რუსეთისგან და მაგის მერე ძვირად ყიდის იმას, რასაც აწარმოებს თვითონ ევროპაში. ასე რომ ქვეყანა რო გამოიყენონ ნედლეულის მომწოდებლად, ეს არნიშნავს რომ იმას ამდიდრებს შენ, რავი. ყველა ვარიანტში ქვეყნისთვისაც კარგია და იმისთვისაც კარგია, ამისთვისაც კარგია და თან ვაჭრობა ხელს უწყობს მშვიდობას. ეგ შედარებით. მოდი ხა დასკვნისკენ რო წავიდეთ როგორ წურება მაინც, იმიტომ რომ მე რამდენიმე დასკვნა გამოვიტანთ. პირველი, ის რომ ადამიანებმა დასკვნა არ უნდა გამოვიტანონ ერთი წყაროთი, ბევრს უნდა მოусვინო, ბევრი უნდა გაიანალიზონ. კი და ბევრი უნდა იფიქრო. ხო. მეორე, ევროპელი და დიდი სახელმწიფოს ლიდერი ვერ იქნება პრორუსი, ეს პროჩინელი, ის იქნება თავის ქვეყნის ინტერესებისკენ, იმიტომ რომ წააგებს არჩევნებს ბოლო-ბოლო. სულ თავიდან ბოლომდე გამაურიცხავთ, ახლა შეიძლება რაღაცა იყოს მართლა, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რომ კონსერვატორი არ არის პრორუსი, პირდაპირ. იმიტომ თქვენ ყველგან საქართველოს ნუ გონიათ და კონსერვატორები ყველგან ალტინფოები არ არიან რა, ანუ წესიერი კონსერვატორების არსებობა. მეტა ჩვენ სკოლის კაი კონსერვატორები ბიჭო. აი ეს რო აი პოლონელ კონსერვატორებს რო უყურებ. დიდი ბიჭო რო გაიზრდები, მე რა იყავი კაი კონსერვატორი. ეხა მესამე ევროპელი ანტისახალხო მოძრაობის ხალხი არ არის პრორუსი. შეიძლება ვიღაცებს ქონდეს ეს გიჟური პრორუსული ხედვები, მაგრამ მათი ძალა სუსტი არის. დომინანტები ვინც არიან ამ მოძრაობაში, ყველას მიზანი აღებული, რომ შეუძლია რუსული გავლენების არსებობა. პირიქით ძლიერი ევროპა უნდა შეხვდეს ყველანაირ იმპერიალიზმს. შეიძლება ამერიკელების არ მოწონდეთ რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ რუსებიც არ მოწონდეთ. მესამე არენდოთ, ეს მეოთხე ესა? არენდოთ ნეომარქსისტებს. არენდოთ არაფერში. იმიტომ რომ თვითონ მარქსმა უარყო ისინი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. სოციალიზმზე ჩაწერა და მარქსიზმზე ერთი კაი ვიდეო. კი, ვაპირებ ახლა. ძალიან კარგი გამოვა. ან როგორც ლიბერალიზმი გამოგივიდა, კაი ჩანაწერი ყველაფერი, სოციალიზმის გაუშვებას იგივე. აუცილებლად სხვადასხვა უყურეთ იდეოლოგიების ვიდეოებს, ძალიან ბევრს გაიგებთ. წავიდეთ უკვე დასასრულისკენ. ეს ყველაზე მეტად გაითვალისწინეთ ჩემი ბოლო რჩევა რა. დანარჩენს თუ ყურად არიღებ, მემარცხენეებს არენდოთ. ოღონდ ნეომარქსისტები, ცოტა ის ნორმალური მემარცხენეები კიდე შეიძლება. მემარცხენე ნორმალურსა და არის 1-2. კაი 1-2 კურსზე ყავს კაი კაცი. ნახვამდის ძვირფასო გამომწერებო და გამომწერებო. და კომენტარეთ და ლაიქეთ და რავი, გადააზიარეთ. ეგეც. ნახვამდის